უჩაში ხდება ახალ წელს ქუთაისიც ქალაქის მცხოვრებლები ოჯახებით გეგმავენ 2025 წლის აღნიშვნას, თუმცა საზეიმო განწყობის მიუხედავად ძალაში რჩება უცვლელი მოთხოვნები. ქუთაისი ხელახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს. როდიდან დაიწყება მერიასთან ევროინტეგრაციის მომხრეების შეკრება და რას გეგმავენ ევროპული მომავლის მცველები? ამის შესახებ ირაკლი ვაჩიბერაძე ისაუბრებს ქუთაისიდან. ევროინტეგრაციის მომხრეები ახალ წელს ღიად სისქვეს შეხვდებიან. ქართული ოცნების ხელისუფლებაზე გაბრაზებული ადამიანები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან ამ წუთებში იკრიბებიან. გასული 33 დღის მსგავსად მოთხოვნები დღესაც უცვლელი იქნება. ჩატარდეს ახალი არჩევნები და ასევე მოხდეს უკანონო დაკავებული პირების გათავისუფლება. სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ევროპული მომავლის მცველები, ისინი ვინც დღეს ღიად სისქვეში გამოვლენ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან ქართული ოცნების რეჟიმს გააპროტესტებენ, გოზინაყით, ნუგბარით და ასევე თბილი გლინტვეინით გაუმასპინძლდებიან. ჩვენ გვინდა აქ მოსულ ადამიანებს რაღაც საახალწლო განწყობაც დავახვედროთ, მაგრამ ამავე დროს გსურს რომ არ გამოვიდეთ პროტესტის ზონიდან, დავაფიქსიროთ ჩვენი მოთხოვნები, რაც გვაქვს მთელი ამ ხნის განმავლობაში, ადამიანების გათავისუფლება, რომლებიც უკანონოდ არიან დაპატიმრებული და რა თქმა უნდა არჩევნები, რომელიც აუცილებლად უნდა დაინიშნოს. მაგრამ მიუხედავად ამისა, მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ პროტესტს და საზეიმო განწყობილებას ერთმანეთს შევუთავსებთ და ასე შევხვდებით 2025 წელს. პირველ რიგში ვულოცავ ყველას დამდეგ ახალ წელს, მინდა რომ ბედნიერი წელი ყოფილიყოს თითეული საქართველოს მოქალაქისათვის. პირველ რიგში ვისურვებდი, რომ ჩვენი დაპატიმრებული ადამიანები გათავისუფლებულიყვნენ. მე მესმის მათი ოჯახის წევრებისთვის როგორი ახალი წელია დღეს, როგორი ახალი წელი დადგა და ჩვენი აქ დგომის მიზანი, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ პროტესტი, ახალი სამართლებრივი არჩევნების მოთხოვნა არის და მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელია, მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულია, ჩვენ ვაგრძელებთ ამ საპროტესტო რეჟიმში აქციების გაგრძელებას. ახალი წელი არის ერთ-ერთი ყველაზე საერთო სახალხო დღესასწაული, რომელიც არის ყველას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა არის დღეს ციხეში. ისინი, ვინც არიან შიგნით და ისინი, ვინც ვართ გარეთ. ეს დიდ ციხედ გადაიქცა ეს ქვეყანა და თუ ასე გაგრძელდა, ეს გარდაუვალი იქნება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ბოლო თაობა, ვინც ტოტალიტარიზმს დაასრულებს. ამიტომ ვართ ქუჩაში, ჩვენი ხმა უნდა გავაგონოთ იმ უამრავ უკანონოდ დაპატიმრებულ რეჟიმის ტყვეებს, ტუსაღებს და ჩვენ უნდა შევქმნათ საერთო სახალხო ახალი წელი, რომელსაც ექნება პროტესტის ელფერი. პროტესტი უნდა იყოს უწყვეტი. რა თქმა უნდა, დღესაც ვითხოვთ პატიმრების გათავისუფლებას, რომ მოლოდინი არსებობდა, რომ ისინი გათავისუფლებოდნენ ახალ წლამდე და ახალ წლებს თავიანთ ოჯახებთან ერთად შეხვდებოდნენ რეჟიმის ტყვეებით, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ეს განაპირებით რეჟიმმა არ შეასრულა. ახალი არჩევნების მოთხოვნაც, რა თქმა უნდა, რჩება ჩვენს თავარ მოთხოვნად და ველოდებით ნელ-ნელა პერსონალური ინიციატივების განხორციელებას მიაუკლება თავის ნამუშევრებს გამოიტანს, კეთდება რამდენიმე სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად, მსუბუქი აღნიშვნისთვის სხვადასხვა საახალწლო კერძები და ყველას მოგიწოდებთ, რომ გამოხვიდეთ. როგორც უკვე აღნიშნე, ევროპული მომავლის მცველები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან უახლოეს წუთებში დაიწყებენ შეკრებას და ახალ წელს ღიად სისქვეში შეხვდებიან. მე კი მთავარი არხის მაყურებელს ვულოცავ დამდეგ 2025 წელს და ვუსურვებ ევროპულ საქართველოში ცხოვრებას.